ზღვის კიდეზეთ არს ილორის ეკლესია წმინდის გიორგის. არს ეკლესია უგუმბათო, მცირე, დიდარი და შემკული. არამედ სილოვანების გამო, რათა არა შეირყეს ეკლესია. მოუღია თქვა დიდფრიადი, ფიქალი და მას ზედა შენიარ სრულიად ეკლესია. ვახუშტი ბატონიშვილი. ქართული საეკლესიო არქიტექტურის გამორჩეული ძეგლი და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავი, რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებელ ცენტრი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ამავე სახელწოდების სოფლის ცენტრში მდებარეობს. ილორის ეკლესია მე-11 საუკუნის პირველ მეოთხედშია აგებული, რასაც მოწმობს ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე არსებული ძეგლის თანადროული ქართული ლაპიდარული წარწერები. საგულისხმოა, რომ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული. ლაპიდარული წარწერები საინტერესოა იმ მხრივ, რომ დამწერლობის სამივე სახე ერთი და იმავე დროითაა დათარიღებული. ამ წარწერების ამომკვეთი ერთი და იგივე პირი ჩანს. კომპლექსი შედგება წმინდა გიორგის სახელზე აგებული ეკლესიისგან და კარიბჭე სამრეკლოსგან, რომლებიც შემოზღუდულია რიყის ქვით ნაგები გალავნით. ეკლესია მდებარეობს კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო კარიბჭე სამრეკლო, რომელიც ჩართულია გალავნის ხაზში, მოთავსებულია დასავლეთ ნაწილში. აკადემიკოს დიმიტრი თუმანიშვილის ცნობით, ილორის ეკლესია მრავალგზის განახლებულ გადაკეთებულა და მაინც მისი დათარიღებაცა და რაობის განსაზღვრაც შესაძლებელია. საერთო აღნაგობაც, შიდა სივრცის პილასტრ-სართავი, თაღებით დამუშავებაც, დასავლეთი საპირისა და სამხრეთი კარიბჭის მორთულობის ფრაგმენტთა კვეთილობაც ცალსახად მე-11 საუკუნის პირველ ნახევარზე მიგვეთითებს და აქ არც ისეთი რამ მახასიათებელი ჩანს, რომ ილორს დააცილებდეს იმერეთის, რაჭის, ქართლის, ანუ ისტორიული საქართველოს რომელიმე სხვა მხარის თანადროულ ეკლესიებს. ილორის ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობა. ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა პერიოდის მინაშენებით. ეკლესიას კარები აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ეს უკანასკნელი ამჟამად გაუქმებულია. ტაძრის ცენტრალური ნაწილი განათებულია 6 სარკმლით. ფრაგმენტულადაა შემორჩენილი კედლის მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოებს საჭიროებს. აღმოსავლეთ ფასადზე გადაღებილია ძველი ქართული ლაპიდარული წარწერები. მე-11 საუკუნიდან შემორჩენილია დასავლეთ სარკმლის მოჩუქურთმებული საპირე და თავსართი. აგრეთვე ფრონტონის არეში მოთავსებულია ორნამენტული სწორკუთხა ფილა ჯვრის გამოსახულებით, ხოლო აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილია წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულება. 2005-2014 წლებში რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ეგრეთ წოდებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის უშუალო მონაწილეობით ილორის ეკლესიაზე ჩატარდა ვანდალური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგად ძეგლის მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა დაიკარგა. ეგრეთ წოდებული რუსული ცრუ გუმბათის დადგმა, ფასადების რამდენჯერმე შეღებვა და ეპიგრაფიკული მემკვიდრეობისა და სამრეკლოს მიზანმიმართული შელესვა შეთეთრება ილორის ეკლესიაზე ქართული კვალის წასაშლელად გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ ოკუპაციის შედეგად დაცლილი სოფელ ილორის ეკლესიის მრევლი უმეტესად რუსი პილიგრიმები არიან. სამწუხაროდ, მათი ილორის ეკლესიისადმი განსაკუთრებული ლტოლვა დაკავშირებულია ეგრეთ წოდებული ეგზორციზმის რიტუალთან, რომელიც უშუალოდ ტაძარში აღესრულება.
ილორის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი 2006 წლიდან. ტოპონიმ ილორის ფართოდ გავრცელება და დამკვიდრება დაკავშირებულია ამავე სოფლის ცენტრში აღმართულ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიასთან. და სწორედ ამ ძეგლთან დაკავშირებული ისტორიული მეხსიერების განუყოფელ ნაწილად გვევლინება დღემდე. ილორის ეტიმოლოგიის შესახებ ქართულ სამეცნიერო წრეებში რამდენიმე თვალსაზრისი არსებობს, თუმცა მის ქართულ წარმომავლობაზე და სემანტიკაზე ყველა ერთხმად თანხმდება. თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე დასტურდება ორი სახელის მატარებელი ერთი და იგივე გეოგრაფიული პუნქტი. ამაში რას გულისხმობ? მაგალითად, ჩხორთოლი, ჩხვართალ, თაგილონი, თაგლან, ფოქვეში, ფაქვაშ და ტოპონიმთა მსგავს რიგში უნდა განვიხილოთ ოჩამჩირის რაიონის ისტორიული სოფლის სახელწოდება ილორი. ქართველისათვის ეს სოფელი ცნობილია ილორის სახელწოდებით, ხოლო აფხაზისთვის ეს სოფელი ცნობილია ფორმით ელირ. როდესაც საქმე გვაქვს ერთი და იგივე გეოგრაფიული ობიექტის ორ განსხვავებულ ფორმასთან, ორ სხვადასხვა ენობრივ სამყაროში, მაშინ დღის წესრიგში კვლევრის წინაშე დგას საკითხი შემდეგი სახით: რომელია ამ ფორმიდან უადრესი და რომელია მერმინდელი. ესე იგი, უფრო მარტივად რო ვთქვათ, ილორი და ელირ ფორმებიდან რომელია ძველი ფორმა და რომელია მერმინდელი. ენათმეცნიერებაში და ზოგადად ტოპონიმიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევართა მიერ უტყუარად დადგენილია, რომ ამ ორი ფორმიდან უძველესია ილორი ფორმა, რადგან ისტორიულ წყაროებში სწორედ ეს ფორმაა ნახსენები, ხოლო ელირ, რა სახელითაც ეს აფხაზისთვის არის ცნობილი, არის აფხაზურად ადაპტირებული მერმინდელი ფორმა. ტოპონიმი ილორის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით ორი თვალსაზრისი არსებობს. ერთი თვალსაზრისის ავტორი გახლავთ ცნობილი ენათმეცნიერი, პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ტოპონიმი ილორის ამოსავალია ფორმა, ტოპონიმი ილორის ამოსავალია ანთროპონიმი ილია, ურ სუფიქსის დართვით და ესე იგი ილორი ნაწარმოებია ქართული ილიაური ფორმით. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ილიაური ჩვენ უნდა გავიაზროთ როგორც ილიას კუთვნილი, ილიასეული. და მეორე მოსაზრება ილორთან დაკავშირებით გამოთქმული არის ის, რომ მასში შეიძლება გამოიყოს მეგრულ ენაში დღეს დადასტურებული ლექსიკური ერთეული ლორი სიტყვა, რაც ნიშნავს ფართო დაპობილ ფიცარს, რითაც ტყეში საცხოვრებლად გამიზნული ქოხები შენდებოდა. თქვათ, მეჯოგეებისთვის, ტყის მცველებისთვის და ასე შემდეგ. შესაძლებელია ილორის ამოსავალი ფორმა იყოს ეს ლორი სიტყვა, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში ამ ვარაუდს ართულებს ტოპონიმ ილორში ილ თავსართი. რატომ არის ეს ილ? მაშინ როდესაც ჩვენ თქვათ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში დადასტურებული გვაქვს მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის სახელწოდებად ოლორი ფორმა, ამ შემთხვევაში უკვე ყველაფერი მარტივია და გასაგები, მაგრამ ოჩამჩირის რაიონის სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით უკვე სხვა ფორმა გვაქვს და აქ გვაქვს ჩვენ არა ოლორი ფორმა, არამედ ილორი ფორმა. და კიდევ ერთი მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო მისაღები ფორმა ის, რომ შესაძლებელია ილორი აღნიშნავდეს ძელი ცხოველს. ანუ სალოცავ ნიშს, რომელიც ძელისგან იყო აშენებული და ეს ძელი ცხოვლის აღმნიშვნელი სიტყვა ილორია ფორმით დადასტურებული აქვს მეგრული ლექსიკონის ავტორს ალიო ქობალიას. ფუნდამენტური ხასიათის მონოგრაფია ილორის ტაძრის შესახებ ჩვენ
შეგვიქმნა აფხაზმა მეცნიერმა ანატოლი კაციამ, რომელმაც თავისი საკანდიდატო დისერტაცია მიუძღვნა ილორის ტაძრის კვლევას. მისი ხელმძღვანელი გახდა თავის დროზე ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ბერიძე და მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ეს ნაშრომი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბატონი ანატოლი აღნიშნულ მონოგრაფიაში ძალიან კარგად თანმიმდევრულად, არგუმენტირებულად ასაბუთებს, რატომ არის ილორი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. იმიტომ რომ იმავე ანატოლი კაციას დავესესხები, ეს ძეგლი პარალელს პოულობს თავისი ხუროთმოძღვრული ფორმებით, მხატვრული ესე ვთქვათ გაფორმებით და ასე შემდგომ პარალელებს პოულობს რაჭის, იმერეთის, აღმოსავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს ცალკეულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან. საგულისხმოა, რომ ანატოლი კაცია გახდათ პირველი, რომელმაც სცადა ილორის ტაძრის ეპიგრაფიკული ძეგლების გაშიფრა, თუმცა მას თვითონ არ გაუშიფრია, სპეციალურად ამისთვის ჩაიყვანა აფხაზეთში ცნობილი ქართველი ეპიგრაფისტი და ქართველი ისტორიკოსი თეიმურაზ ბარნაველი, რომელმაც გაშიფრა ილორის ტაძრის წარწერები. მის დროს, აი ამ დროს, როდესაც ამას იკვლევდნენ, ილორის ტაძარზე ჯერ კიდევ იკითხებოდა 6 ქართული წარწერა, 6-დან 1 ძალიან სუსტად იკითხებოდა. აღნიშნული წარწერები შემდგომ გამოაქვეყნა ბატონმა ანატოლი კაციამ თავის მონოგრაფიაში. მოგვიანებით აფხაზეთში დასავლეთ საქართველოს ლაპიდარული კორპუსის შექმნის დროს იმყოფებოდა პროფესორი ვალერი სილოგავა, რომელმაც დასავლეთ საქართველოს ლაპიდარული წარწერების კორპუსში გამოაქვეყნა ილორის რამდენიმე წარწერა და მიიჩნია, რომ ამ წარწერების ერთი ნაწილი, ესე ვთქვათ, არ იკითხებოდა ისე, როგორც ეს თეიმურაზ ბარნაველს ჰქონდა წარმოდგენილი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თეიმურაზ ბარნაველის, ესე ვთქვათ, წაკითხვა, რომელიც გამოქვეყნებული არის ანატოლი კაციას ნაშრომში და აქ არის მოცემული აგრეთვე გარკვეული გრაფიკაც, ანუ ესე ვთქვათ, რომელი გრაფემები იკითხებოდა, თუ ჩვენ ამას აღვადგენთ დღეს, დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ 5 გამართულ ქართულ წარწერაზე და 1 გადაშლილ ქართულ წარწერაზე. ძალიან კარგად ჩანს ილორის წარწერებში ქართული დამწერლობის განვითარების ერთიანი ხაზი, ჩანს ასომთავრული დამწერლობის, ნუსხახუცური დამწერლობისა და მხედრული დამწერლობის ნიმუშები. შესაბამისად, აღნიშნულ წარწერებს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ქართული ანბანის განვითარების კვლევის თვალსაზრისითაც. ილორის წარწერები არის ძალიან მდიდარი შინაარსობრივი თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ილორის მშენებლობის ისტორია პირდაპირ გადმოცემული არის აღნიშნულ წარწერებში. კონკრეტულად წარწერებში დასახელებული არის მაგალითად მთავარეპისკოპოსი გიორგი და როგორც ჩანს მისი ესე ვთქვათ ქტიტორობით იქნა აგებული ტაძარი. გარდა ეს, რაც შეეხება საეკლესიო წარმომადგენელს, საეკლესიო ესე ვთქვათ ქტიტორს, რომელიც ტაძრის მშენებლობაში იყო ჩართული, გარდა ამისა, ტაძრის მშენებლობაში ჩართული იყო გიორგი ქოჩოლავა, მღვდელი გიორგი ქოჩოლავა, რომელიც ესე ვთქვათ ნუსხური წარწერა არის ამავე დროს ამოკვეთილი ილორის ტაძარზე. საგულისხმოა, რომ ესე იგი, როგორც მაღალი ფენა, საეკლესიო მაღალი ფენა, ასევე მღვდელიც, ესე ვთქვათ, მონაწილეობს, ანუ ერთ-ერთი ქტიტორი არის ილორის ტაძრის მშენებლობისა. რაც შეეხება საერო წარმომადგენლებს, საერო წარმომადგენლებიდან ტაძარზე ცალკე წარწერა არის გიორგი გურგენიძის წარწერა. ეს გვარი ყურადღებას იქცევს იმ ფაქტით, რომ საქართველოს რამდენიმე კუთხეში გურგენიძეები აგებენ სხვადასხვა ეკლესიებს. 1626-1670 წლები ის პერიოდია, როდესაც საქართველოში აქტიურად ჩამოდიან თეათინელი ორდენის წევრი ბერები და აღმოსავლეთიდან შემოსულები ისინი ძირითადად მკვიდრდებიან დასავლეთ საქართველოში. ზოგადად თეათინელბერთა მოღვაწეობა ყველაზე პროდუქტიული იყო, რადგან სწორედ მათ ნაშრომებში ხვდებით ყველაზე მეტ და ყველაზე საგულისხმო ცნობებს იმ პერიოდის საქართველოს ისტორიის, ეკონომიკის, სოციალური წყობის თუ ზნე-ჩვეულებების შესახებ. პირველი ესეთი მოღვაწე, რომელიც საქართველოს ეწვია, გახდათ არქანჯელო ლამბერტი, რომელიც შემოვიდა გორიდან და შემდეგ უკვე გადასახლდა დასავლეთ საქართველოში, სადაც იგი ლევან დადიანმა მიიღო.
არქანჯელო ლამბერტმა სამეგრელოში საერთო ჯამში 16 წელი დაჰყო და ამ მოგზაურობის შედეგი იყო მისი ორი ნაშრომი სამეგრელოს აღწერა და წმინდა კოლხიდა. ილორის შესახებ ცნობებს ხვდებით მის ნაშრომს სამეგრელოს აღწერაში, რომელიც 36 ცალკეული თავისგან შედგება. ლამბერტი აღწერს გიორგობის დღესასწაულს ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში და ამბობს, რომ ამ დღეს ოდიშის ხალხი და ოდიშის თავად-აზნაურობა ჩამოდის ილორის ეკლესიაში, მთავარი კეტავს წინაღამით ეკლესიის კარიბჭეს, მეორე დილით კი შედის და იქ ხარს აღმოაჩენს. შემდეგ ეს ხარი გაყავთ გალავანს მიღმა და აკლებინებენ იმ ოჯახის წევრს, რომლის ოჯახსაც ამ რიტუალის ჩატარება თაობიდან თაობაზე გადაეცემა და სწორედ ამ ოჯახში ინახება სარიტუალო ხანჯალი. ძალიან საინტერესო ცნობას ხვდებით აქ. ლამბერტი ამბობს, რომ ხარში წილი ჰქონდა მთავარ გურიელს და იმერეთის მეფეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ქართული სამეფო სამთავროები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან და დაძაბული მდგომარეობაა მათ შორის, დაძაბული ურთიერთობა. ამიტომაც ეს ცნობა ნიშანდობლივია იმ მხრივ, რომ იგი გვიჩვენებს თუ რაოდენ ძლიერი სალოცავი იყო ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, რადგანაც მის ირგვლივ მოქიშბე მთავრებიც კი ერთიანდებოდნენ. დაკული ხარის ხორცი ნაწილდებოდა სხვა მოსახლეობაშიც და გადმოცემის თანახმად მას გარკვეული თვისებები და სამკურნალო თვისებები გააჩნდა. შემდეგი მოგზაური, რომელიც ჩამოდის ილორში, გახდათ ქრისტეფორო დე კასტელი. ისიც თეათინელი ბერი იყო და აქვე აღსანიშნავია ის, რომ ლამბერტის და კასტელის ნაშრომებში ძალიან ბევრ პარალელურ აღწერებს შევხვდებით, რადგანაც ისინი ფაქტობრივად თანადროულად მოღვაწეობდნენ, ესე მაგალითად კასტელიც აღწერს ილორის ეკლესიის რწმენა წარმოდგენებს და ზუსტად აი ამ ხარის დაკლის რიტუალს. მაგრამ გარდა ამისა, აღსანიშნავია ის, რომ მან შემოგვინახა მის მიერ შექმნილი ილორის ეკლესიის ესკიზი. აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ქრისტეფორო დე კასტელი არ ყოფილა პროფესიონალი მხატვარი და მის ალბომებში რიგ შემთხვევებში აქვს ადგილი თავისუფალ ინტერპრეტაციას ამა თუ იმ მოვლენის, ძეგლის თუ ისტორიული პირის. შემდეგი მოგზაური, რომელიც საქართველოს ეწვია, გახლავთ ჟან შარდენი, ფრანგი მოგზაური, რომელიც საქართველოში 1672 წელს ჩამოვიდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ უკვე სხვა კუთხეების შესაძლებლად გაემგზავრა. უშუალოდ სამეგრელოში იგი დაუახლოვდა თეათინელთა ორდენის წარმომადგენელ კიდევ ერთ ბერს, იოსებ მარი ძამპის. ძამპი უკვე ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდა სამეგრელოში და ამ თავისი გამოცდილების შესახებ ნაშრომიც ჰქონდა დაწერილი, რომელიც ჟან შარდენმა თავის ნაშრომს დაურთო. წინა თქმაში შარდენი ამბობს, რომ იქედან გამომდინარე, რომ მან არ იცოდა არც ქართული და არც მეგრული, მისთვის რთული იყო ადგილობრივთა ყოფა სიღრმისეულად ჩაწვდომობდა და ამიტომაც სწორედ ძამპის ნაშრომს იშველიებს და თავს მას ფაქტობრივად შეუცვლელად თავის ნაშრომში. ცნობებს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ სწორედ ძამპის ნაწილში ხვდებით. იგი ამბობს, რომ ეს სალოცავი იყო არა მხოლოდ ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ღირებული, არამედ ციტატა, როგორც თვითონ ამბობს ძამპი, არა მართლმორწმუნე აფხაზებისთვის, ალანებისთვის და ჯიქებისთვის. ისინი ვერ ბედავდნენ ეკლესიის შებრალვას, რაიმე სიწმინდის გამოტანას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ ეკლესიაში ძალიან ბევრი ძვირფასეულობა ინახებოდა. ერთ-ერთ სიწმინდად იოსებ მარი ძამპი ასახელებს ილორის წმინდა გიორგის ხატს, რომელსაც ილორელთა წმინდა გიორგის უწოდებს და ამბობს, რომ მას თაყვანს მცემდნენ მთელი კავკასიის მასშტაბით. ასევე ბერი ერთ-ერთი კრძალვის ერთ-ერთ მიზეზად და იმ მიზეზად, რომ ვერავინ ვერ შებრალა და არავინ არ ბედავს ეკლესიის შებრალვას, მოიხსენიებს ორ შუბს, რომელიც ინახებოდა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში და რომელიც ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით სწორედ წმინდა გიორგის შუბებად ითვლებოდა. ამავე პერიოდში საქართველოში მოგზაურობენ და ზოგადად ამ რეგიონის მიმართ ინტერესი იღვიძებს რუსეთის იმპერიიდანაც. დაახლოებით 1670-იან წლებში დასავლეთ სამეგრელოში ჩამოდის იმპერატორ მიხაილ რომანოვის ელჩობა, კონკრეტულად ფეოდოთ ელჩინი და მღვდელი პაվել ზახარიევი. მათ ასევე მოინახულეს ილორის წმინდა გიორგის ეკლესია
განსაკუთრებულ ცნობებს არქიტექტურული თავისებურებების შესახებ ან ძეგლის იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისინი არ გვაწვდიან, თუმცა მეტად უცნაურად იხსენიებენ ილორს, ამბობენ, რომ ის არის ეგორიევსკის მონასტერი. ამის შემდეგ სწავლულ მოგზაურთა ვიზიტები საქართველოში რაღაც პერიოდით წყდება. ეს ძირითადად თურქულ ექსპანსიას უკავშირდება, თუმცა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან რეგიონის მიმართ ინტერესი კვლავ იღვიძებს. 1833 წელს საქართველოში ჩამოდის ფრანგი გეოლოგი მარი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე. ილორში დიუბუა დე მონპერემ მოინახულა ტაძარი, თუმცა გარკვეულ კონკრეტულ ცნობებს ისიც არ გვაწვდის. ის იხსენიებს ლამბერტის წყაროებს, კასტელის ნაშრომს იშველიებს და კვლავაც აღნიშნავს იმას, რომ არც ერთი ტაძარი დასავლეთ საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორც ილორის წმინდა გიორგის ეკლესია. კიდევ ერთი მოგზაური, რომელიც ამ პერიოდში საქართველოს ესტუმრა, გახლდათ ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოში მოღვაწე მოგზაურთა შორის. იგი გახლდათ თბილისში საფრანგეთის კონსული და ზოგადად თავისი დამსახურებებისთვის საპატიო ლეგიონის ორდენითაც კი დაჯილდოვდა. გამბა ილორს, როგორც სოფელს, ისევე ტაძარს ორჯერ იხსენიებს თავის ნაშრომში. იგი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ აქ იდგა კატაპულტები და მუზარადები. რომელ ეპიზოდს უკავშირდება ეს და ილორის ცხოვრების, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორიის რომელ ნაწილს გულისხმობს გამბა, ჩვენ არ ვიცით, თუმცა შეიძლება ეს თურქულ ექსპანსიასაც უკავშირდებოდეს და სწორედ იმ პერიოდში ყოფილიყო განთავსებული საბრძოლო იარაღები. 1880-იან წლებში დასავლეთ საქართველოში ჩამოდის გეოლოგი ალექსანდრ ნორდმანი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ I-ის დავალებით ესტუმრა საქართველოს. მისი მიზანი იყო ზოგადად მთელი კავკასიის და შავი ზღვისპირეთის ტერიტორიების შესწავლა ატლასის შექმნის მიზნით და მასთან მხოლოდ მცირე ცნობას ხვდებით ილორის შესახებ. იგი ამბობს, რომ სოფელ ილორში არის ეკლესიის ნანგრევები და კედლები. შემდეგი მკვლევარი, რომელსაც შევეხებით, გახლავთ მარი ბროსე, რომელიც იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველოლოგი და მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ზოგადად უცხოური ქართველოლოგიის განვითარებაში. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ძეგლების მონახულების მიზნით მოიწვია მკვლევარი ქართველი პლატონ იოსელიანი. მასთან ერთად მას მოვლილი აქვს ბევრი ძეგლი, მათ შორის ბედია, დრანდა, ლიხნი. ამ ძეგლების შესახებ ხვდებით ცნობებს, თუმცა ილორის შესახებ ძალიან მწირია ცნობა. ძირითადად ბროსი ამახვილებს ყურადღებას და აღწერს ბედიის ბარძიმს, რომელიც იმ პერიოდში სწორედ ილორში ინახებოდა. 1885 წელს მოსკოვში გამოვიდა რუსი სასულიერო პირის არქიმანდრიტ ლეონიდის წიგნი, სადაც ხვდებით მცირე ცნობებს ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ. სასულიერო პირმა ძეგლი მე-6 საუკუნით დაათარიღა. და ასევე მოკლედ ისაუბრა იმ წმინდა წარმოდგენებზე, რომელიც ძეგლს უკავშირდება, თუმცა აქვე ხვდებით პირველ ილუსტრაციას ილორის ეკლესიისა, რომელიც მხატვარ ივან რაშევსკის მიერ არის შესრულებული ფოტოსურათის მიხედვით. 1888-1889 წლებში კავკასიაში ექსპედიციას აწყობს რუსი არქეოლოგი და რესტავრატორი ანდრეი პავლინოვი. ილორზე პავლინოვი წერს, რომ ეკლესია წარმოადგენს სწორკუთხა ნაგებობას, რომელსაც დასავლეთით და აღმოსავლეთით ფრონტონებიანი ახალი გადახურვა გააჩნია. ასევე ის ამბობს, რომ ეკლესია მოპირკეთებული იყო ქვით, თუმცა იმჟამად, როცა მანიხილა, უკვე შელესილია, ხოლო გადაკეთების კვალი შელესილობას მაინც ეტყობა. გარდა ამისა, პავლინოვი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთით და დასავლეთით ნაგებობას გააჩნია ორი მინაშენი, რომელსაც არქიტექტორი არაორგანულს უწოდებს. პავლინოვი ეხება სამრეკლოსაც, რომელსაც ასევე არაერთჯერადად გადაკეთებულს უწოდებს და ამბობს, რომ სამრეკლოც ახალი სახურავითაა გადახურული. შემდეგ მეცნიერი უკვე ილორში დაცულ სიწმინდეებს მიმოიხილავს, რომელთა ფოტოებიც არის მოცემული მის ნაშრომში. ამ ფოტოებში ხვდებით 10 უკვე დაკარგულ ილორის ბარძიმს, ბედიის ბარძიმის გვერდით. ზოგადად ანდრეი პავლინოვის ცნობები მეტად საგულისხმოა, რადგან სწორედ ამ წყაროდან ვიგებთ, რომ ილორის ეკლესიას მე-19 საუკუნემდე მრავალჯერადი სახეცვლილებებითა და გადაკეთებით მოუღწევია. ილორის წმინდა გიორგის ეკლესია დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს რელიგიურ და კულტურულ საგანმანათლებელ ცენტრს წარმოადგენდა. აგრეთვე გვიან შუა საუკუნეებში ეკლესია მონასტრების საეკლესიო ნივთების სალაროსაც.
მე-17 საუკუნეში იტალიელ მოგზაურებს აღწერილი აქვთ, რომ გილორის გიორგობის დროს ომებიც კი წყდებოდა, მთავრები ერთმანეთს ებრძოდნენ, წყვეტდნენ ომს და ამ დღესასწაულს ერთად აღნიშნავდნენ. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, პოლიტიკური ქვითკირი იყო. ადუღაბებდა ამ, ასე ვთქვათ, ზოგჯერ და ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული სამეფო სამთავროების დარღვეულ მთლიანობას. ცნობილი ქართველი მწერალი ლევან გოთუა ერთ-ერთ თავის რომანში წერდა, რომ ილორობას, გიორგობას როცა შეხედავ ილორის ტაძარში მიმავალი ხალხის ნაკადს გეგონება, რომ მთელი მსოფლიო ამ დროს ილორისკენ მიემართება. სხვათა შორის ილორის ტაძარი და ილორის გიორგობა ყველა ჩამოსულ სტუმარს აუცემდა. ილორის ტაძრის ყმები იქ სადაც მათ მე-17 საუკუნეში მომხდარი აგრესიის შემდეგ თავიანთი ახალი საცხოვრისები შეარჩიეს, ამ ცხოვრებლებმა, გადახვეწილებმა იქაც ილორის წმინდა გიორგის ეკლესიები ააშენეს. ილორის წმინდა გიორგის ეკლესია საუკუნეების განმავლობაში და მე-19 საუკუნიდან უკვე დოკუმენტურად დადასტურებულად ერთგვარი მოსამართლის როლსაც ასრულებდა. ტაძარს ყავდა მეხატურები, რომლებსაც ადგილობრივნი ირჩევდნენ. მახსოვს მალიშავას გვარისანი იყვნენ, საბეკიას გვარისანი იყვნენ. სასოფლო თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ სოფელში ირჩევდნენ კეთილსინდისიერებს, რომლებიც საერო ხელისუფლების მხრიდან სასოფლო დავების განხილვის დროს საქმეს არჩევდნენ და გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ. მახსოვს ერთი ასეთი იყო საკუტ ხებრანძეებად არიან წობილები, მათი ერთი შტო გააფხაზდა აბრანძიები არიან. ხო და ისინი როგორც კეთილსინდისიერები გადაწყვეტილებებსაც ღებულობდნენ და ხელისუფლება ამას ანგარიშს უწევდა. ჰქონდათ ესე იგი უფლებამოსილება არჩეულნი იყვნენ ხალხისაგან 3 წლის ვადით, ჰქონდათ ბეჭედი და დავის გარჩევის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით დადასტურებდნენ. ილორის როგორც სულიერი ცენტრის არსებობის დამადასტურებელია ის, რომ აქ დოკუმენტურად დადასტურებულ პერიოდში მე-19 საუკუნეშიც და მანამდეც სასულიერო პირებს, ახალგაზრდებს, შეგირდებს ასწავლიდნენ წერას, კითხვას, სასულიერო წიგნებს. ილორის ეკლესიის შემოსავლებით და სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტაძარი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე არის აშენებული რამდენიმე სკოლა, რამდენიმე სასწავლებელი ფინანსდებოდა, ქუთაისში ფინანსდებოდა, თბილისში აფინანსებდნენ ილორის სახსრებით სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ასე რომ ილორის ტაძარი ამითაც გამორჩეული იყო. სხვათა შორის ილორის ეკლესია მე-19 საუკუნეშიც, მას შემდეგ რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოიშალა ქართული რელიგიური და კულტურული ცენტრები, ერთგვარი განცაცავიც იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ბედიის ბარძიმი ბედიიდან ილორში მოხვდა. ილორში დაივანა და ილორში ინახებოდა. ილორში საბჭოთა პერიოდშიც, როცა მასობრივად გაუქმდა ეკლესია მონასტრები, ილორში ინახებოდა გაუქმებული ეკლესიებიდან წაბრძანებული ჯვარხატები და სიწმინდეები. მთხრობელებისგან მე მსმენია, რომ როცა კომუნისტები მოვიდნენ და ეკლესია მონასტრებს ხურავდნენ, სასულიერო პირებს დევნიდნენ, ჩვენი წმინდა ხატებიო, სიწმინდეებიო ილორს მივაბარეთო. მიიჩნევოდა, რომ ილორს ვერ ამიშებედავდა რამეს. განსაკუთრებული კულტურული ისტორიული მნიშვნელობა ილორის წმინდა გიორგის კულტს და ხატზე გადაცემის ტრადიციას ენიჭება.
გადაცემა ბერძნულად არის ანათემა. პავლე მოციქული ამბობს, რომ გადაეცეს ანათემასო რაღაცა ასეთის მოქმედი, ანუ სატანას გადაეცეს, რათა გაიტანჯოსო ხორცითო, რომ მე სული გადარჩეს. ანუ თურმე რა ყოფილა მიზანი, რომ გადაეცემა სატანას იმ შემთხვევაში და ჩვენ შემთხვევაში უკვე დაუშვათ ამ შემთხვევაში არის ხატი აღმასრულებელი, რომ იმ ხატმა იმოქმედოს იმ ადამიანზე ისე, რომ ის გონს მოიყვანოს და მერე ჩავარდეს სინანულში. აი ეს არის რა დანიშნულებაც ჰქონდა ამ გადაცემას, რომ ხატის ჩარევით, ღმერთის ჩარევით ადამიანს ისე წასულდა საქმე, რომ მიმხრა უბრალოდ კი არ დასჯილიყო ზოგადად, არა. გონს მიზანი არის გონს მოსვლა. ხოლო გამოცდა არის გონს მოსვლის მიმყვანი საშუალება, რომ გონს მოვიდეს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხშირად სად იყო ესეთი ქრისტიანობა, როცა ადამიანს დააბრალებენ ცილს, ახლა როგორ მოსთხოვ, მაგას იყოს მოსიყვარული იმდენად, რომ იმაზე იფიქროს, სად არის ამდენი წმენა და პირდაპირ ხატზე მიდიოდა მთელი ისა, რომ დაუნადგურე ყველაფერი და როგორ არის ახლა მეგრულად რო თქვა და მოკლედ ამოძირკვე დაამხე თავზე ყველაფერი, მე რო დამაბრალა ასეთი და აი, ნუ ბუნებრივია ახლა ამ შემთხვევაში უკვე პრინციპში კი იყო მაშინ გავრცელებულიც, რომ თუ შენ ცუცუსურვებო სხვას წყევლად და შენ დაგიბრუნდება ჭყალა მაჭყალსი, ანუ აი ესე ამისიც ეშინოდათ, მაგრამ ძირითადად მაინც ხატზე გადაცემა ხდებოდა შურიზიების მიზნით, რომ მე რო დამაბრალე, ემაც ცუდი მოსულოდა და შესაბამისად მე ვთქვი, რომ ეკლესიურად ასე არ არის და არც კერძო შემთხვევებშიც ალბათ იყვნენ მაშინაც ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ აი ეს სიკეთე ამოძრავებდათ, რომ სიმართლე დადგენილიყო. მამის გადმოცემით მახსოვს, რომ ხატი იყო მოპარული თურმე, ხო და მოუპარია ორ ძმებს და როგორ გამოჩნდა ეს მოხელე ხალხი იყო ეს ორივე ძმები და სახლს აშენე ერთი გადმოვარდა სახლიდან და დაიღუპა. ამ დროს დედას უთქვამს, დაიწყო ყვირილი, ტირილი, ეს ხატის ბრალიაო, რო თქვენ მოიპარეთო და წაასვენეთო იმაში ეკლესიაშიო და ისე მოიყვანესო ეკლესიაში ხატიო, აი ეს გამიგონიება, აი ეს რომელ წელს იყო მოპარული, როდის იყო ეს არ უთქვამს და ასეთი ამბავი მოხდაო, აქ ნათქვამი მოვაჩენს. ლეგენდის მიხედვით ილორის ეკლესიას არ ქონია გალავანი და აშენდა თანასოფლელების დახმარებით ერთმანეთის სამი სოფელი შეგროვდა ილორი, ოხურეი, რეკა, თურმე და მდინარე გადის, ყველაზე უფრო ახლოს გადის მდინარე 9 კილომეტრის სიახლოვეს, სადაც არის ბლომად ქვები და იქიდან ქვები მოიტანეს, ერთმანეთს ადლებდნენ ხელზე გადაცემდნენ და ასე მომოდიოდა ქვა ილორის ეკლესიამდე. ხო და რო შეაგროვეს ბლომად ქვა, მერე ააშენეს გალავანი და ის გალავანი აქვს დღესაც. 2005 წლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ რამდენიმე ეტაპად განხორციელდა ილორის ეკლესიის ეგრეთ წოდებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე ილორის ეკლესიის ფასადები, დეკორაციული თაღები, ლავგარდანები და დასავლეთის ეკვდერის ინტერიერი მთლიანად თეთრად შეღებეს, ხოლო იატაკზე მეტლახის მუქი ლურჯი ფერის ფილები დააგეს. ფრონტონის ქვეშ ჯვრის რელიეფური გამოსახულება, სარკმლის არშიები, ჩუქურთმიანი თავსართი და აღმოსავლეთ ფასადზე დიოკლეტიანეს მლახრელი წმინდა გიორგის რელიეფური ფილა მუქ სპილენძის ფერშია შეღებილი. როგორც ჩანს, სამღებრო სამუშაოებში ბიოციდის არ გამოყენებამ და უხარისხო სამშენებლო მასალებმა მალევე დააზიანეს ფასადები. 2009 წელს დასავლეთი ეკვდერის ფასადებზე დეკორაციული თაღები ვარდისფრად შეღებეს, მოგვიანებით კი ოქროსფრად. ბოლო პერიოდის სამღებრო სამუშაოების შეეწირა აღმოსავლეთ ფასადზე არსებული ლაპიდარული წარწერებით. ილორის ეკლესიის რეაბილიტაციის მწვერვალი კეხზე მოოქროვილი ჯვრით დასრულებული რუსული ცრუ ხახრისმთავა გუმბათის აღმართვა იყო. რუსული სტილის შეუსაბამო გუმბათი სრულად უარყოფს ქართული დარბაზული ტიპის მახასიათებლებს. გარდა შეთეთრებისა და ფორმების უკუგდების შედეგად დადგმული გუმბათისა, ძეგლის ერთიანი იერსახის აღქმას ხელს უშლის თანამედროვე კონდიცირების საშუალებები, რომელიც სამ ფასადზე წყვილ-წყვილადაა დამონტაჟებული. გათბობა კონდიცირების საშუალებები ინტერიერში მკვეთრად თვალშისაცემ ადგილზეა.
ბოლო წლებში დასავლეთ ეკვტერში შესასვლელი კარის თავზე დამონტაჟდა ლითონის საწვიმარე, ხოლო ამავე ფასადზე რუსულენოვანი საინფორმაციო ბანერები განთავსდა. ეკლესიის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილი კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაშია და გადაუდებელ საკონსერვაციო საშუალებებს საჭიროებს. საქმეს ართულებს ისიც, რომ სამხრეთ ეკვტერში გასასვლელი კარი გაუქმებულია და ფაქტობრივად ტაძრის ცენტრალური ნაწილი მოკლებულია აეროვენტილაციას. დაახლოებით 2007 წლიდან სამრეკლო გადაიღება და ტაძრის იდენტურ ფერებში მოიქცო. 2007-8 წლებში ვიზუალურ მასალაში ჯერ კიდევ შეიმჩნევა სამრეკლოს შიდა კედლების და თაღებზე კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ის უკიდურეს შემთხვევაში ჩამოფხიკეს ან ნალესობის ქვეშ მოექცა. სამრეკლოს რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე განადგურდა დაზიანდა ქვის კიბე და მის ქვეშ არსებული სარკმლიანი ოთახი. რეაბილიტაციის შემდეგ მეორე სართულზე ასასვლელად გარედან მიდგმული რკინის კიბე გამოიყენება. ეჭვის საფუძველს გვაძლევს სამრეკლოს გვერდით არსებული ერთსართულიანი საცხოვრისის კელიის გაქრობა, რომელსაც სამრეკლოდან თაღოვანი გასასვლელი ჰქონია და უშუალოდ ეპყროდა მას. ზემოთ აღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ ქართული კვალის წასაშლელად სამრეკლო და ტაძარი ერთიან არქიტექტურულ სტილს დაუქვემდებარეს. დღეს არც საცხოვრისის და არც ქვის კიბის კვალი არ ჩანს. სამრეკლოს ორივე მხრიდან ქვის გალავანი ებჯინება. ოკუპანტის ძალის დემონსტრირების კიდევ ერთ ცდელობას ვხედავთ იმ ფაქტში, რომ რუსულმა მხარებმა ტაძარს რამდენჯერმე შესწირა საეკლესიო ზარები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის იდენტიფიცირება სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია აფხაზეთის მოამბის მიერ მოხდა. რაც შეეხება გალავანს, 2005-8 წლებში ფოტომასალის მიხედვით გინდება, რომ მისი დასავლეთ ნაწილი ყველაზე ადრე განადგურდა და მის ნაცვლად ახალი აიგო. ილორის ეკლესიის ვანდალური სარემონტო სამუშაოების ბოლო ეტაპზე 2012-14 წლებში კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ისტორიული ჭის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა გიორგის სახელობის სანათლავი აიგო. ეს გახლავთ რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მცირე ჯვრით დასრულებული გუმბათით. ფასადები თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, კარები და სარკმლები რკინისაა და მეტალოპლასტმასის. იმის გათვალისწინებით, რომ ნაგებობა ილორის ტაძართან მისასვლელი ცენტრალური გზის ბოლო ნაწილის სიახლოვესაა, ის ფარავს ლანდშაფტის დიდ ნაწილს. ადგილობრივების ცნობით, ხსენებული ობიექტი არ ფუნქციონირებს. ნათლობის და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებული წყლის კურთხევის რიტუალები უშუალოდ ტაძარში სრულდება. ჩვენ ფაქტობრივად მივიღეთ ეკლესია, რომელსაც ადგას თავზე რუსული გუმბათი. დარბაზული ტიპის ეკლესიას გუმბათი არ ადგას, მით უმეტეს ხახვის ტიპის გუმბათი, რომელიც ჩვენ ხა ამას რუსული ტიპის გუმბათს უწოდებთ, მაგრამ ეს ბიზანტიური წარმოშობისა, უფრო სწორი ვიქნები, ალბათ თუ ვიტყვი, რომ ახალ ბიზანტიური, ესე ვთქვათ, არქიტექტურულ ფორმებში ხდება. შესაბამისად, ეს ამ ტაძარმა ფორმა დაკარგა ავთენტურობა, იქნა გადაღებილი ტაძარი მთლიანად გათეთრებული და აღმოსავლეთი ფასადი, რომელზეც იყო ამოკვეთილი ეს 6 ქართული წარწერა, იქნა მთლიანად გადაღებელი. მხოლოდ დარჩა წმინდა გიორგის გამოსახულება, ბარელიეფი იქნა დატოვებული, ნიშნად იმისა, რომ ესე ვთქვათ, ეს წმინდა გიორგის სახელზე აგებული ტაძარი გახდათ. ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, გაღიზიანება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ვალდებული არიან და იცვან კულტურული მემკვიდრეობა, მიაწვდინეს ხმა და ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ხმაურის შედეგად იქ ჩავიდა მუზეუმების გაერთიანების, საერთაშორისო გაერთიანების, ანუ იკომის რუსული კომიტეტი. ამ კომიტეტში შედიოდა ცნობილი ხელოვნება, ახლა უკვე ცნობილი ხელოვნებაცოდნე ელენა ენდოლცევაც. პირველი ვიზიტი მათ განახორციელეს 2011 წელს და ამ ვიზიტის დროს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ ვაპელირებდით მაშინ იმაზე, რომ გადაშლილი იყო აღმოსავლეთ ფასადზე 6 ქართული წარწერა, რომელიც ტაძრის მშენებლობის ისტორიის
ისტორიის შესახებ მოგვითხრობდა და ეს მიუთითებდა ტაძრის ავთენტურობის დაკარგვას, მიუთითებდა ტაძრის მშენებლობის ისტორიის დაკარგვას და ასე შემდგომ. და ჩვენ ღიად ვაპელირებდით იმაზე, რომ მიმდინარეობდა ქართული კვალის წაშლა აფხაზეთში. ამის ესე ვთქვათ საპირწონედ სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთ-ერთი წარწერა, რომელიც ადამიანის სიმაღლეზე იყო ილორის აღმოსავლეთით ესე ვთქვათ კედლის მარცხენა ესე ვთქვათ კიდეზე ჩამოშალა ეს შეთეთრება და აჩვენა მათ რომ აბატონო ქართული წარწერა აგერეს ბუნებრივია არც ერთმა მათგანმა ამ კომისიის წარმომადგენლებმა ქართული არ იცოდნენ ნახეს ეს წარწერა და მერე ჩაწერეს ამ დასკვნაში რომ იქ ქართული წარწერა ერთი ქართული წარწერა იკითხება ეს გახლავთ წარწერა რომ ის მეექვსე წარწერა, რომელიც კარგად არ იკითხებოდა ჯერ კიდევ 80-იან წლებში. ანუ რეალურად ის წარწერები, რომელიც კარგად იკითხებოდა, გადაშლილი არის, ხოლო წარწერა, რომელიც არ იკითხებოდა, მხედრული დამწერლობით არის შესრულებული ეს წარწერა. ეს წარწერა, ესე ვთქვათ, ჩამორეცხეს და ეცადნენ, რომ ესე ვთქვათ, ის შეთეთრება ჩამოეღო და ჩამოერეცხათ. თუმცა რამდენიმე გრაფემა ბუნებრივია იკითხება მეექვსე წარწერის, მაგრამ ბოლომდე ტექსტის აღდგენა ბუნებრივია 80-იან წლებშიც კი შეუძლებელი იყო. ეს რა თქმა უნდა იყო გაკეთებული იმ მიზნით, რომ სეპარატისტულ ხელისუფლებას თავი ემართლებინა, რომ აი ქართული წარწერები არ გადამიიღებია. ესე ვთქვათ, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ილორის ტაძრის ისტორია დაკარგეს, ამითი რომ ილორის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე იყო მთელი ისტორია ამ ტაძრისა და ბუნებრივია ამ ტაძრის ისტორია დაიკარგა აი ამ წარწერების გადაღების შემდგომ. მინდა გითხრათ, რომ მას მერეც კი ჩვენ რომ დაბრუნდეთ იქ და ეს შეთეთრება ჩამოვიღოთ, ბუნებრივია ამ წარწერების აღდგენა იმ სახით, რა სახითაც ის იყო 80-იანი წლების მიწურულს და 90-იანი წლების დასაწყისში, ამ სახით მისი აღდგენა შეუძლებელია. ანუ ტაძარმა დაკარგა ავთენტურობა სწორედ აი ამ წარწერების გადაშლის გამო. შესაბამისად, ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ვანდალური აქტი, რომელიც განხორციელდა ამ უძველეს 1000-წლოვან, ესე ვთქვათ, 1000 წლის ისტორიის მქონე ტაძარზე და დღეს ეს ტაძარი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, არც აფხაზებისთვის და არც ქართველებისთვის. აფხაზურ საზოგადოებაში 2012 წლამდე, 2012-14 წლამდე არ იყო პროტესტი იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ისინი ანადგურებდნენ. ვინ ანადგურებდა ამას? სეპარატისტული ხელისუფლება თუ რუსეთის რეჟიმი, ამას მნიშვნელობა უკვე არა აქვს, მაგრამ 2014 წლიდან დაახლოებით შეინიშნება ცვლილება აფხაზური საზოგადოების ცნობიერებაში. ისინიც აპროტესტებენ აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას. თავდაპირველად ეს მათთვის სრულიად უმნიშვნელო მოვლენა იყო, მაგალითად ის ფაქტი, რომ ბედიის ტაძარში ბაგრატის ფრესკა ჩამოვარდა, ან მაგალითად ის, რომ ილორის ტაძარმა თავისი ხუროთმოძღვრული და არქიტექტურული ფორმები შეიცვალა, ის, რომ ქართული წარწერები იქნა იქ განადგურებული, ეს მათთვის არაფერს არ წარმოადგენდა, მაგრამ აი ახლა უკვე 2014 წლებიდან უკვე შეინიშნება აფხაზურ საზოგადოებაში და განსაკუთრებით აფხაზ ახალგაზრდებში დამოკიდებულება შეიცვალა მათი მხრიდან. და ახლა რაშია საქმე? თუ კულტურული მემკვიდრეობის ის ძეგლები, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არის აფხაზური და არის ამავე დროს ჩვენი და აფხაზური და თუ ისინი თვლიან, რომ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემქმნელები არიან ისინი, მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ ცდილობენ, რომ გააპროტესტონ აღნიშნული ძეგლების განადგურება. ფიქრობ, ამაზე დაფიქრდნენ არა ესე ვთქვათ ძველგაზრდები, არამედ ახალგაზრდები და სწორედ პირველ რიგში ახალგაზრდებმა გააპროტესტეს მაგალითად დრანდის ეკლესიაში ვანდალური აქტი, როდესაც სანათლავი, ერთ-ერთი უძველესი სანათლავი, სხვათა შორის საქართველოს ტაძრებში ერთი უძველესი სანათლავი იქნა რესტავრირებული არასწორად, უფრო სწორად მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა ევრორემონტი პირდაპირ მნიშვნელობით, ეს გააპროტესტეს მაგალითად
წებელდაში ბერძნული ტაძრის დანგრევა, გააპროტესტეს ახალი ათონის ტაძრიდან მცირე ფორმის არქიტექტურული ძეგლების ძალიან მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ესე ვთქვათ ფორმების ესე ვთქვათ მოპარვა თუ პირადად ოჯახში გადაიტანა იმ ადამიანმა. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს არ უნდა გაგრძელდეს და აღნიშნული ესე ვთქვათ ვანდალიზმის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ხმას აიმაღლებს და მიაწვდენ საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამის მესიჯს იმის შესახებ, რომ გადარჩეს ეს ძეგლები. ილორის ეკლესიასთან მაკავშირებ ჩემი პატარობა. უკეთეს სავანეს მე არ მემეძებნებოდა. და ეს იყო ჩემი პირველი ნატრა, რომ ჩემ პატარობიდან რო იქ მემსახურა. 87 წელს მე პირველი წირვა ჩავატარა ილორში, ილორის ტაძარში. არქიმანდრიტმა იაკობ შენგელაიამ განაახლა ეს მონასტერი, კაკელი აღადგინა, წირლოსო აღადგინა. არქიმანდრიტი იაკობი იყო თავის კრებული თურთ. მას ყავდა ბერები. ახლა შევეცდებით შემოგვითვალოთ გერი გიორგი, რომელიც 100 წლისა იყო თავის სასაკერმო არ ახსოვდა. გიორგი ბულისკერია, ჩემბალონო იყო კიდევ მასთან ერთად ისაკ ჯორჯიკია, თეიმურა ზარონია, მე დავითე გონოფიფია. მამა დავით ფიფიამ ილორში სადღაც 15 წელიწადი იმსახურა. 60-იან წლებიდან მოყოლებული. მე მახსოვს მამა რაფაელი კარელინი, რომელიც ესე იგი ილორში მსახურობდა, ძალიან ახალგაზრდა იყო, ახლა უკვე ხრცოვანი არის მამა რაფაელი კარელინი. მამა დავითის და მამა რაფაელის გარდა იყო გაგი მოსაშვილი, რომელიც იყო შემოკეთილებო მოწამეთის ტაძრის ცენტრალს გასვენებული გაგი მოსაშვილი. კიდევ იქ მოღვაწეობდა მამა ლეონტი ჟვანია, მამა ელგუჯა ოსაბერიძე. მამა მირიანი გასვენებული ბოლო პერიოდში 80-იან წლებში იყო იქ და ჩვენ ერთად ვისახურეთ. მე და მამა მირიანმა და ჩემთან ერთად იყო კიდევ მამა ზურაბი აბულაძე, რომელიც ზუსტად ჩემთან ერთად მოღვაწეობდა სანამ ესე გამორჩებოდა სომიანობა. ჩვენთან აფხაზები მოდიოდნენ არაერთხელ. განსაკუთრებით გუდაუთელები მოდიოდნენ ჩვენთან და ისინი აი ზუსტად ამ ხარჯზე გადასახადთან დაკავშირებით მოყავდათ შესაჭრავი. მათ მოქონდათ წითელი ღვინო, გუდაუთის ღვინო, ძესი მოხასული კვარები მოქონდათ. და მერე თხას კლავდნენ. თხას კლავდნენ, ჩვენთან რჩებოდნენ იქ, სასტუმროში რჩებოდნენ. ხო და მერე ჩვენ ესე იგი პარაგლის უტარებდით, მერე უხადაგებდით. ჩვენთან იქ ილორში მოქონდათ ესე იგი ლითონისგან დამზადებული ისინი პატარა, როგორ ვთქვათ, პატარა ქვაბები. და იქ მას ხარშავდნენ კვარებს და როგორც წმინდა გიორგის ლუკმა ისეთლებოდა. აფხაზები რომ მოდიოდნენ, იქ რომ გაშლიდნენ სუფრას, იქ ქართველებიც ერთად ტრაპეზობდნენ აფხაზებთან ერთად. აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ყოველ წელიწადში ერთხელ გიორგების დღესასწაულზე მისი უწმინდესობა მაშინ მიტროპოლიტი გახდა, სხვა აფხაზეთის მიტროპოლიტი და ჩვენთან როლსაც ახალენდა. მისმა უწმინდესობამ ჩვენ ესე იგი მე და მამა ზურაბი იმ გიორგის დღესასწაულზე დაგვაჯილდოვა და ქართული ჯვრები დაგვაჯილდოვა პატრიარქმა და სიმბოლურად ეს მაგს ილორის ტრაპეზია ნადები. და იცით რა არის? უბრალოდ რამდენი ხალხი იქნება მას მონათული ილორში, თქვენ ვიდეოების გაგდა, რამდენი ჯერ არის დადებული ეს ილორის ტრაპეზზე და ზუსტად პატრიარქმა ეს ქართული ჯვარი ილორის ტრაპეზზე დაასვენა და მერე ჩვენ დაგვაჯილდოვა ამ ქართული ჯვრით. ამას საგულდო-გულოდ ვინახავ, იმიტომ რომ მაინც წმინდა გიორგის ეკლესიიდან თითქმის არაფერი არ გამოდონია და ეს სულ ქონდა ჩემთან და ვფიქრობ რომ ეს
საგულოებად შემინახა. აქეთ აფხაზური მხარე იდგა, იქით პოზიცია იყო, ესე იგი ჩვენები იყვნენ და რაღაცნაირად მოახერხე მისვლა ეკლესიაში. მაგრამ ეკლესიაში კი მივიდი, მაგრამ არავინ არ დახვდა, არც გალობლები, არც მე დავიწყე, არც არავინ და მარტო მოვიხდა წერილ ჩატარე, მაინც ჩავატარე ცოტა. მერე როდესაც თუარება დაიძება, პატრიარქის კურთხევა ჰქონდა, რომ ჩვენ პოზიციებზე გავსულიყავით. მე და მამა ზურაბი და მერე გარდაიცვალა იმ პერიოდში მიტროპოლიტ დავით ჭანუა. მერე ჩვენთან დაინიშნა მეუფე დანიელი, მიტროპოლიტი მეუფე დანიელი. და მეუფე დანიელმა სუსად ძალიან დიდი ის გასწია მოღვაწეობა, ძალიან დიდი შრომა გაწია, რომ ჩვენ ეს პატრიარქის კურთხევა შეგესრულებინა, რომ ბატალიონი გვეზიარებინა. ყველა პოზიციები მისულიყავით, მოუნათლა საზერებელი გვეზიარებინა. იდაბერ იქვე ნათლავდით ღიაცის ვაზიარებდით, ისე არ უშვებდით, ისე იყო პატრიარქის კურთხევა, რომ ყველა გვეზიარებინა. მე პირადად ზღვაში მომნათლე მაშინ ჩვენი ხედრები სადღაც 10-15 კაცი. და დღესაც ის კადრები დარჩა იქ. იმაში აფხაზეთში დარჩა სამწუხაროდ. მე ოჩამჩერში მოხვდი მორგში. მოხვდი ოჩამჩერში მორგში მიგედა და იქ იატაკზე იყარდნენ ჩვენი ბოევიკები. და არა მარტო ჩვენი ბოევიკები, იქ აფხაზებიც ეყარდნენ. და მე პანაშვილი გადაიხადე. პირდაპირ იატაკზე ეყარდნენ. მივედი არა მარტო ქართველებთან, არამედ აფხაზეთთან მივედი, შემეკეთილებოდა იმათაც ესე იგი საკმეველი უკმი, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს. ასე რომ მე ვერდი არამევლია აფხაზებისთვის. ისინი როგორც ქართველებისთვის შემდგეოდა გული, ასევე აფხაზებს შემდგეოდა გული. აი მორგში მოხდა ეს მომენტი. როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს იმას ვეტყოდი, რომ უბრალოდ გამოიჩინონ სიფხიზლე და გამოიჩინონ გონიერება. ეს წარსულია, რომ ვედროთ ილორი წმინდა გიორგის, რომ ილორი წმინდა გიორგი არის ფარველი, არა მარტო ქართველების, ორივეს, როგორც ქართველების, ასე აფხაზების, ეს საერთო სალოცავია. აი, ამიტომ მოუხმო გონიერებისკენ ორივე მხარეს ახალგაზრდებს, რომ წმინდა გიორგის ევედო, წმინდა გიორგის.